17 თებერვალს ჟენევაში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ირანი და შეერთებული შტატები როგორც ჩანს პოზიციებს აჯერებენ. არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ შეთანხმების მისაღწევად ახალი ფანჯარა გაიხსნა, თუმცა დასძინა, რომ ირანი მზადაა დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისა და აგრესიისგან. A new window of opportunity has opened. შეერთებულ შტატებთან ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ფარგლებში შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაიხსნა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მიგვიყვანს მდგრად და მოლაპარაკების გზით მიღწეულ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მხარეებისა და რეგიონის ინტერესებს გაითვალისწინებს. ამავდროულად, როგორც ეს 2025 წლის 13 ივნისის აგრესიის დროსაც გამოჩნდა, ირანი მზადაა დაიცვას თავი საფრთხისა და აგრესიისგან. ირანზე თავდასხმის შედეგებს მხოლოდ მისი საზღვრები არ იწვნევს. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა, რომელიც ჯარედ კუშნერსა და სტივ ვიტკოფს ესაუბრა. ვფიქრობ, პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამხედრო ძალები. პრეზიდენტი მზადაა მიმართოს მათ. მას ასევე ყავს შესანიშნავი დიპლომატიური გუნდი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება საქმეში. პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოცხადა ირანელებს და სხვათა შორის დღეს დილით ვესაუბრეს სტივ ვიტკოფსა და ჯარედ კუშნერს მათი მოლაპარაკებების შესახებ, რომ შეერთებულ შტატებს აქვს გარკვეული მოთხოვნები. ჩვენი მთავარი ინტერესი ის არის, რომ არ გვინდა ირანს ბირთვული იერარქია ჰქონდეს. ჩვენ არ გვინდა ბირთვული იერარქიის გავრცელება და თუ ირანს ბირთვული იერარქია ექნება. არსებობს ბევრი სხვა რეჟიმი, ზოგი მეგობრული, ზოგი არც ისე მეგობრული, რომლებიც მათ შემდეგ ასევე შეძლებენ მიიღონ ბირთვული იერარქია. ეს კატასტროფა იქნება ამერიკელი ხალხისთვის. ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში იქნება ეს გიჟური რეჟიმები ყველაზე საშიში იერარქით. ეს არის ერთ-ერთი რამ, რისი თავიდანაც სურს პრეზიდენტს. ჩვენ გვინდა, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს საკითხი საუბრითა და დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ, მაგრამ პრეზიდენტს ყველა ვარიანტი აქვს მომზადებული. ერთ რამეს, რასაც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ვიტყვი, არის ის, რომ რაღაც მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ისინი შეთანხმდნენ, რომ კიდევ შეხვდებიან. თუმცა სხვა მხრივ ნათელი იყო, რომ პრეზიდენტმა გარკვეული წითელი ხაზი დააწესა, რომლის აღიარება და გადალახვა ირანელებს ჯერ არ სურთ. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას, მაგრამ რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იტოვებს უფლებას თქვას, როდის დასრულდება დიპლომატია. ვიმედოვნებთ, რომ ამ ეტაპამდე არ მივალთ, მაგრამ თუ მივალთ, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტი იქნება. მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა თავისი სამხედრო ძალები ახლო აღმოსავლეთში. ირანმაც თავის მხრივ ფართო მასშტაბიანი საზღვაო წვრთნები ჩაატარა ჰორმუზის სრუტეში. ირანის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლების მიმართულებით 5 რაკეტა ისროლეს. უსაფრთხოებისა და საზღვაო საკითხების გამო ის რამდენიმე საათი ჩაკეტილი იყო. 17 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებებამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა თეირანი ბოლო დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის გამო. ის ასევე დაიმუქრა, რომ ძალას გამოიყენებდა თუ თეირანი არ შეზღუდავდა ბირთვულ პროგრამას. შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არის სურვა ვინაობის გამხელა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი იყო, თუმცა განსახილველი დეტალი ჯერ კიდევ ბევრია. მისი თქმით, ირანის დელეგაცია მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გეგმავს უფრო დეტალური წინადადება წარადგინოს უთანხმოების აღმოსაფხრელად. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე არაღჩი ასევე შეხვდა გაეროს ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელს რაფაელ გროსის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა აქვს სააგენტოს შეთანხმების მიღწევაში.